დროა ერთად ვიმოგზაუროთ რაჭაში, რომელიც საფულის სეზონს ნამდვილად მომზადებული ხდება. კახასაც გაუხარდა. რაჭა-რაჭოლებს განსაკუთრებულად გვიხარია ხოლმე. მოკლედ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიისა და ტურისტული კომპანიებისთვის სპეციალური საინფორმაციო ტური მოაწყო. ჩვენი გადამღები ჯგუფი იქ იმყოფებოდა. ნახოთ კატო ყიფიანის სიუჟეტი, როგორ ხვდება რაჭა ზაფხული. კატოს უნდა გავყვე ხოლმე მეც რა მაგარ ადგილებში დადის. რაჭა ზაფხულის სეზონს წელსაც განსაკუთრებულად ხვდება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩვენი ქვეყნის ამ გამორჩეული მხარის პოპულარიზაციის მიზნით მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოაწყო. დღეს რაჭა არის ერთ-ერთი პოტენციური ტურისტული მიმართულება საქართველოში. აქ უნიკალურად არის გაერთიანებული კულინარია, მეღვინეობა, ადგილობრივი კულტურა, სტუმართმასპინძლობა. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ინვესტიციებთან ერთად ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ძალიან ხელს უწყობს მდგრად და გრძელვადიან ტურისტულ განვითარებას რეგიონში. ონის მუზეუმში დაცული საგანძური რაჭის შესახებ უნიკალურ ამბებს ინახავს და რაჭველების ნიჭიერებაზე გვიამბობს. აქაურობა რეგიონის ნამდვილი მეხსიერების ბარათია. რაჭის მუზეუმი არის დაარსებული 1958 წელს, თითქმის 80 წელია. ძალიან მდიდარი კოლექცია გვაქვს, 14000-ზე მეტი ექსპონატი ინახება ჩვენს საცავებში და გამოფენებში. რაჭას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ტურისტული განხრით, თუნდაც ამ ჩვენ მუზეუმს. მობრძანდით, პატიჟებთ ყველას, როგორც ძველ მუზეუმში, ისე ახალ მუზეუმში. განსაკუთრებულია რაჭული მასპინძლობა, რომელმაც უკვე ახალი სიცოცხლე შეიძინა. ტურიზმის განვითარებამ საფუძველი არაერთ თანამედროვე საოჯახო სასტუმროს და კოტეჯს ჩაუყარა. ვიმყოფებით ახლა ჩვენ გლოლაში, ზემო რაჭაში, ასე რომ ვთქვათ, მთის რაჭაში და ხედავთ ულამაზეს ბუნებას, ულამაზეს გარემოს და რაც მთავარი არის ხალხი. თბილი, მეგობრული და რაც მთავარია, მასპინძლობა არ ეშლება არავის. რაჭის სავიზიტო ბარათი ხვანჩკარა. ლორი და ტრადიციული ნატურალური კერძები ყველაფერი ერთად გემოების ნამდვილ დღესასწაულს ქმნის. ჩვენი მეღვინეობა არის ამბროლაურის რაიონში. ეხლა გაგასინჯებთ კლასიკურად დამზადებულ რაჭულ მწვანეს. რაჭული მწვანე ანუ ადგილობრივი ენდემური ჯიშია. სარგებლობს პოპულარობით, არ არის ძალიან დიდი ვანახები რაჭული მწვანეს რაჭაში და რაღაც ცოტა იშვიათურინოდ ითვლება. მეღვინეობით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ რაჭაში და აგემონონ რაჭული ღვინოები, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვა დასავლური ჯიშები და სიამოვნებით გაუმასპინძლდებით. აქ ძველი ხელობებიც ცოცხლდება. თაობები დიდი სიყვარულით უვლიან თექის თელვის ძველ ტრადიციას, რაც დამთვალიერებელს განსაკუთრებული შთაბეჭდილების ქვეშ აქცევს. ჩვენ სახელოსნო 2015 წელს დაიბადა რაჭაში და მისი შექმნა სწორედ რაჭის სიყვარულმა შთამაგონა. მე სტუდენტი დავბრუნდი რაჭაში, იქ სადაც დავიბადე და გავიზარდე და გადავწყვიტე ჩემი საქმე, რაც ვისწავლე სტუდენტობის დროს, განმომეცა ადგილობრივებისთვის და გამეჩინა ისეთი წერტილი მიზიდულობის, რომელიც არამხოლოდ ტურისტებს მიზიდავდა, არამედ ადგილობრივ ქალებსაც მიცემდათ განვითარების საშუალებას. ჩვენი ხელსაქმე და ნიმუშები გაგვაქვს როგორც საზღვრებს გარეთ, ასევე საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა გამოფენებზე. კულტურული მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი ადგილი, რა თქმა უნდა, სოფელი მრავალძალია. მთის წვერზე აგებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია არამხოლოდ ისტორიით არის გამორჩეული, არამედ სწორედ აქედან იშლება ჩვენს თვალწინ რაჭის დაუვიწყარი ხედები. თქვენ ამჟამად იმყოფებით ახლა ისტორიულ ტაძარში. მრავალძალი წმინდა გიორგის ტაძარი. ადრე ტაძარი იყო სოფლიდან მოშორებით 3 კილომეტრი. ახლა არის ნანგრევები ნაეკლესიას უწოდებენ. და მოხდა სასწაული, რომ ბერებს გამოეცხადა თვითონ წმინდა გიორგი და ამ ადგილზე სადაც ტაძარია აშენდა ეს დიდებული ტაძარი. პატრიარქმა თქვა ამ ტაძარზე რომ ბრძანდებოდა ილია მეორე სულუნათმა, რომ ეს იგივე იერუსალიმი, იგივე სვეტი ცხოველია. ყველას მოუწოდებ რომ მრავალძალი იხილოს, რომ მიხვდეს რა არის რწმენა, სიყვარული და ადამიანობა.
ადგილები, რომელიც საინფორმაციო ტურის ფარგლებში მოვიარეთ, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ეს მხარე ყოველ ჯერზე ახალ აღმოჩენებს გვპირდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ორდღიანი საინფორმაციო ტური ჩატარდა ზემო რაჭაში, რომლის ფარგლებშიდაც სხვადასხვა ტურისტული კომპანიებიდან გვეწვივნენ წარმომადგენლები. ტურის მთავარი მიზანი იყო რაჭის უნიკალური პოტენციალის პოპულარიზაცია და იმედს ვიტოვებთ, რომ რაჭა წელს ღირსეულად შეხვდება ჩვენს ვიზიტორებს. რეგიონის ზაფხულის სეზონს ახალი ენერგიითა და უამრავი სიახლით ხვდება. რაჭაში მოგზაურობა დღეს ბევრად უფრო გამარტივებული და კომფორტულია. პირველ რიგში მივესალმები ესეთი ინფოტურების ჩატარებას ჩვენს რეგიონში, რადგანაც ხელს უწყობს მსგავსი ტურები იმას, რომ სრულად გავეცნოთ ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალი, მოვინახულოთ ის ადგილები, რომელიც არის ტურისტებისთვის მიმზიდველი. რაჭა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 4 მუნიციპალიტეტი გასულ წელთან შედარებით მით უმეტეს არის მზად იმისათვის, რომ ტურისტების გაზრდილი ნაკადები მიიღონ. ამ სილამაზეს ერთხელ თუ ნახავთ, ალბათ ვერასდროს დაივიწყებთ. რაჭა განსაკუთრებული ემოციების და შთაბეჭდილების ადგილია.